ჯანაც დაიზრა მოზდოკის ავიაბაზიდან უკვე აფრინდა რუსული ავიაცია, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე უკვე დაარღვია. ეს ამ წუთებში გავრცელებული ინფორმაციაა. საქართველოში ინტერვენციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოსკოვში განცხადებები გაკეთდა, როგორც შემოსავლნელი იყო ანტიქართულად განწყობილმა პოლიტიკოსებმა მედვედევის გადაწყვეტილება მოიწონეს, თუმცა მოსკოვში დღეს საქართველოს დამცველი განცხადებებიც გაკეთდა. ძალიან მალე ქართველი ხალხი ეღირსება თავისუფლებას სააკაშვილისგან და დაიწყება მშვიდობა და თანამშრომლობა რუსეთთან. ამიერიდან საქართველოში აღარ იხმარენ სიტყვა ოკუპაციას, სიტყვა იმპერიას და სიტყვა ნატოს. სამაგიეროდ იქნება სიტყვები ძმობა, ერთობა და ახალი სიტყვა კონფედერაცია. ეს ახალი სიტყვა კი დაეფუძნება კიდევ ერთ ყველასათვის მისაღებ სიტყვას, თვითგამორკვევა. ნოღაიდელმა და ბურჯანაძემ საქართველო გადაარჩინეს, გაუმარჯოს ახალ საქართველოს. აბა რა ეგონა სააკაშვილს, მაგას ეგონა რომ რუსეთის გარეშე აყვავებდა საქართველოს, ძალიან ცდებოდა. საქართველო რუსეთის პროვინცია იყო და იქნება სამუდამოდ. მხოლოდ ამ პირობით შეიძლება მისი განვითარება. ის რაც საქართველოში ხდება 1921 წლის გამეორება. ეს არის რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, რის გამოც რუსეთი უნდა დასაჯოს მსოფლიომ. იგი უნდა გარიცხონ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან და უნდა მოაქციონ სრულ ბლოკადაში. რუსეთი დიდი ხანი გეგმავდა საქართველოს წინააღმდეგ ამ საშინელებას და მიაღწია იმას, რაც უნდოდა. მთელი რუსული სახელმწიფო მანქანა მიმართული იყო საქართველოს დასასჯელად, რადგან მან დემოკრატიის გზა აირჩია და პატარა საქართველომ ვეღარ გაუძლო. საქართველო უახლოვდებოდა ევროპულ სტანდარტებს. იგი ჯიუტად ცდილობდა თავი დაეღწია რუსული იმპერიის მარწუხებიდან და ახერხებდა კიდეც ამას, მაგრამ რუსეთმა ყველა ღონეს მიმართა. მიხვდა რა რომ მარცხ ხდებოდა, განიზრახა საბოლოოდ დაეჩოქებინა და გაენადგურებინა ქვეყანა. შეგახსენებთ, რომ ეს იყო განცხადებები მოსკოვში გაკეთებული, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაკეთდა, მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ჩაატარა სპეციალური ბრიფინგი და მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში ინტერვენციის შესახებ. და უახლესი ინფორმაცია, რომელიც ეგრეთ წოდებულმა სახალხო მთავრობამ მოგვაწოდა საქართველოს სხვადასხვა სამხედრო ბაზებიდან თბილისისკენ მომავალი საქართველოს შეიარაღებული ძალების და მძიმე ტექნიკის კოლონიას 3 ბატალიონი გამოეყო. მათ უარი განაცხადეს თბილისში სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის დასაცავად ჩამოსვლაზე ათავდნენ მძიმე ტექნიკის ერთეულითა და რამდენიმე საარტილერიო დანადგარით მათ ტრასიდან გორისკენ გადაუხვიეს და განაცხადეს, რომ ამიერიდან სახალხო მთავრობას ემორჩილებიან, მათ გორში დაელოდებიან და მათთან ერთად გააგრძელებენ ბრძოლას საქართველოს სააკაშვილისაგან გასათავისუფლებლად. სახალხო მთავრობის წევრები ცხინვალიდან გორში დაბრუნდნენ და მიესალმნენ მათ დაქვემდებარებაში გადასულ მჩენაერთებს. მათთან მისალობის დროს ბურჯანაძემ მათ მადლობა გადაუხადა ამ პატრიოტული არჩევანისათვის და მოუწოდა მთელ შეიარაღებულ ძალებს აღარ მიიღონ მონაწილეობა სააკაშვილის ავანტიურაში, რომლის მიზანია მხოლოდ მისი სკამის გადარჩენა, ხოლო ქვეყანას განადგურებით და დიდი სისხლისღვრით ემუქრება. და ინფორმაცია მოდის ამერიკიდანაც საქართველოში რუსულ ინტერვენციასთან დაკავშირებით განცხადება კეთდება ერთ სახლში ბარაკ ობამა, რომელსაც აკეთებს განცხადებას, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვთავთ. რუსეთის მოქმედება მიუღებელია. ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამ მოქმედებით რუსეთი საკუთარ თავს უქმნის საერთაშორისო იზოლაციის რეალურ საფრთხეს. კატეგორიულად მოუწოდებთ მოსკოვს დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო კამპანია სუვერენული მეზობლის წინააღმდეგ. ეს იყო ობამას განცხადება, რომელმაც მოსკოვის სამხედრო კამპანიის შეჩერებისკენ მოუწოდა. ჰილარი კლინტონი კი მოსკოვში გაემგზავრა მედვედევ პუტინთან შესახვედრად, უკვე ჩავიდა პრეზიდენტი სარკოზი, რომელსაც ამ დრომდე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. და ცოტა ხნის წინ პოლონეთის, ბალტიისპირეთისა და ჩეხეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ამ უძიმეს წუთებში საქართველოს სჭირდება თანადგომა, რადგან ახალი მსოფლიო წესრიგის ბედი დღეს საქართველოში წყდება. თუ საქართველოს დავთმობთ, რუსეთი ხვალ ჩვენ გამოგვადგება. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ჩავფრინდეთ თბილისში და კიდევ ერთხელ ცოცხალ ფარად დავდგეთ საქართველოს სუვერენიტეტის გადასარჩენად. აღმოსავლეთ ევროპელი ლიდერების თვითმფრინავები უკვე ჰაერში იყვნენ და თბილისისკენ მოფრინავდნენ, როდესაც პირველი რუსული საავიაციო დარტყმები განხორციელდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და ბაზიანის სამხედრო ბაზაზე. ეს ინფორმაცია სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, ასევე დაიბომბა 31 ქარხნის ტერიტორია და ასაფრენი ბილიკი, ფოთის სპორტის, საქაერო ნავიგაციის რადარები, საკომუნიკაციო ცენტრები, ჭურვები ჩამოვარდა სენაკისა და გორის სამხედრო ბაზაზე. ამ ინფორმაციას ამ წუთებში ვიღებთ, ქრონიკისათვის სულ ახლა ხდება ცნობილი.
და ეს წუთი ვრცელდება პრეზიდენტის წერილობითი მიმართვა ქართველი ერისადმი. დანო და ძმანო, ჩვენი ქვეყანა დიდ განსაცდელშია, ჩვენს დამოუკიდებლობას ისევე ემუქრება დაუნდობელი იმპერია. ახლა არის დრო ყველა ქართველმა ვიგრძნოთ თუ როგორ ვჭირდებით სამშობლოს. ჩვენი დიდი წინაპრები უფრო დიდ განსაცდელებში ახერხებდნენ სამშობლოს დაცვას, ჩვენს ქვეყანას უფრო დიდი სირთულეებიც გადაულახავს. ამჯერადაც შევძლებთ გამარჯვებას, ჩვენ ვერაფერი გაგვტეხს. ჩვენ არ დავნებდებით. დიახ, არსებობენ მოღალატე ქართველებიც, მაგრამ მათი ღალატი ვერაფერს დააკლებს პატრიოტი, თავდადებული, ამაყი ქართველების მრავალმილიონიან არმიას. რუსეთი ვეღარ შეძლებს საბჭოთა კავშირის აღდგენას 21 საუკუნეში. რუსეთის მცდელობა განწირულია კრახისთვის. თავარია ჩვენ ახლა არ დავნებდეთ და გავუძლოთ მათ შემოტევას. მთელი მსოფლიო ჩვენს გვერდითაა, უსამართლობა ვერ იზეიმებს. ჩვენ განზრახული გვაქვს, რომ არც ერთი ნაბიჯი უკან არ გადავდგათ. ვიბრძოლოთ ბოლომდე, ყველა ქუჩისა და ყველა სახლისთვის. მე არ დავტოვებ თბილისს და თქვენთან ერთად ვიბრძოლებ, მანამ სანამ მტერი არ იქნება აქედან გაძევებული. ჩვენ ვაჩვენებთ მტერს, რომ საქართველოსთვის გულის ამოგლეჯვა შეუძლებელია, რომ ქართველი ერი დაუმარცხებელია. ამიტომ მოუწოდებ ყველა პატრიოტ ქართველს დადგეს ქართულ არმიასთან ერთად თავისუფლების და ღირსების დასაცავად, რათა მთავარ მტერს არ დავუთმოთ ჩვენი სახლები, ოჯახები და შვილების მომავალი. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს, საქართველოს მფარველი და ჩვენი შემწე ამ ბოროტებასთან ბრძოლაში. და საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადების პარალელურად მემატყობინებენ სენსაციურ ინფორმაციას. ნოღაიდელის პრესსამსახური ავრცელებს ამ სენსაციურ ინფორმაციას და ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე მოკლულია. ამ წუთისათვის ჩვენთვის შეუძლებელია დავადასტუროთ ან უარყოთ ეს ინფორმაცია, რადგან პრეზიდენტის ადგილსამყოფელი მკაცრად გასაიდუმლოებულია. თუმცა პრეზიდენტის გარემოცვა მიატა ქვეშეთიდან გაავრცელა ვიდეო კადრები, სადაც მანანა მანჯგალაძე ადასტურებს, რომ პრეზიდენტი უნებელია და განაგრძობს საქართველოს დაცვის ხელმძღვანელობას. და პრეზიდენტის განცხადების გავრცელების შემდეგ თბილისის სამხედრო კომისარიატმა ეს ინფორმაციათ ეხლა გახდა ცნობილი, დაიწყეს იარაღის გაცემა მოხალისეებზე რუსულ არმიასთან. პირველი შეტაკებები დაიწყო მცხეთის მისადგომებთან, როგორც მემატყობინებენ პოზიციური სროლებია რუსთავი თბილისის ტრასის მონაკვეთზეც. ჰოსპიტალებმა დაიწყეს პირველი დაჭრილი და დაღუპული ჯარისკაცების მიღება. სახალხო მთავრობისა და